რუსულ მაღაზიების დახლებზე მალე ქართული ღვინო დაბრუნდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული პროდუქციის მიღებაზე უკვე განაცხადა თანხმობა. თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი. ღვინის ხარისხის შესამოწმებლად საქართველოში რუსი ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც საბოლოო მოლაპარაკება დაიწყება. В России любили и любят грузинский вин. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ქვეყანაში ქართული პროდუქციის შეტანაზე მუშაობა მიმდინარეობს. Грузинский вин. ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ეხება, რადგან ჩვენი უწყების საქმე ბაზრების გახსნა არ არის, მაგრამ ამ საკითხების გადაჭრაზე ვმუშაობთ. შესაძლოა ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ვთქვათ, რომ შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ის, რომ ამ მიმართულებით ძვრები მიმდინარეობს, ეს კარგის ნიშანია. ქართული პროდუქციის დასაბრუნებლად მზადყოფნა ოფიციალურად უკვე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა მოადგილემაც. მზადყოფნას ქართული მხარეც გამოთქვამს. სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში ამბობენ, რომ პროცესს ხელს შეუწყობენ და რუსული მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებული იქნება. ბატონი ონიშჩენკოვსკიდან მოთხოვნა იყო, რომ ერთი რომ სახელმწიფო არ შეუშლიდა ხელს ბიზნესს, ვინც გამოხატავდა სურვილს, რომ წასულიყო რუსეთის ბაზარზე და ჩვენგან იყო ამის კაფიო პასუხი, რომ არათუ ხელს შეუშლით, ყველას ხელს შეუწყობთ და მეორე იყო მისი სურვილი, რომ მათი სამსახურის ექსპერტებს ადგილზე მოენახულებინათ ყველა ის საწარმო, რომელიც გამოხატავდა ინტერესს. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება იმ კომპრომისის ხარჯზე, რაც ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ. რუსულ ბაზარზე ღვინის გატანის მსურველ კომპანიებში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ რუს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფები ჩამოვლენ და პროდუქციის ხარისხს შეამოწმებენ. კომპანიებს რუსეთში პარტნიორი ორგანიზაციების მოძებნაც მოუწევთ. მეწარმეებს დახმარებას საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი სთავაზობს. ძალიან რთული იქნება ბრძოლა იმ მწარმოებლებთან, რომლებმაც ჩვენი სექტორი ჩაანაცვლა. მაგრამ მიუხედავად მაგისა, რუსეთის ბაზარი ყველაზე იოლია ჩვენი მწარმოებლებისათვის საკონკურენციოდ, იმიტომ რომ ბაზარი იცნობს ქართულ ღვინოს. მეღვინეების ნაწილს რუსეთში საკუთარი პროდუქციის გატანა უკვე გადაწყვეტილი აქვს. მწარმოებლების ნაწილი კი რისკებზეც საუბრობს. ეს არის მისასალმებელი, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, მაგრამ ამას უნდა მოვიწყოთ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ როცა ამდენი ხანი იყო დახურული ჩვენთვის ეს ბაზარი და იყო დახურული პოლიტიკური ნიშნით და ეს არ რეგულირდებოდა ბაზრით. ეს არის ძალიან რთული. ქართული ღვინის წარმოებელი კომპანიების დიდი უმრავლესობა მზად არის ღვინოების შეეფერება იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც მოითხოვება მსოფლიოს ნებისმიერ კონკურენტუნარიან ბაზარზე. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებენ საპარლამენტო უმცირესობაში. ეს არის ძალიან სარისკო ბაზარი. ყოველ წუთას შეუძლიათ აკრძალონ ხოლმე ესა თუ ის პარტია. არანაირ ასე ვთქვათ კანონზომიერებასა და წინასწარ გათვლად რაღაცა ასე ვთქვათ კალკულაციებს ეს არ იღრდნობა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი რუსულ ბაზარზე ქართული კომპანიების შესაძლო დაბრუნებას წარმატებულ ნაბიჯად აფასებენ. თავარია რომ დიალოგი დაიწყოს, ეს იქნება რთული დიალოგი, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ დღეში. ამ ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ პირველი ნაბიჯი და პოზიტიური ყოველთვის კარგია. ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ორივე მხარე ვარაუდობს, რომ დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ ქართული ღვინო 6 წლიანი ემბარგოს შემდეგ პირველად რუსულ დახლებზე საახალწლოდ გამოჩნდება.